დილით ნახე ფოტო, რომ სხვა ადამიანის აქტივიზე რო იძალადეს. დიახ. შემდეგ მარიამის ეს ამბავი და მე მივხვდი, რომ ეს ალბათ თვეების წინ, ან 1 წლის წინ, 2 წლის წინ რო გვენახა, კიდევ უფრო დიდი აღშფოთება იქნებოდა და ეხლა განცდა მაქვს, რომ როგორ რაღაცებს მივეჩვიეთ, როგორი რაღაცები გამარტივდა, რომ დღიდან და დღემდე უყურებ, რომ არსებობს საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილზე უფლება აქვს მიცემული, რომ ფიზიკურად იზალადოს და ფიზიკურად გაუსწორდეს და ეს ფიზიკაში და ცხოვრებას ხარობ და ვინცაც მე რო ურეკა და პოლიცია რო არ მოდის და რო იგვიანებს და საერთოდ ზოგადად რო არც მისულა წინა თვეში ეგეთი უამრავი საქმე, ნუ რო ვნახეთ, მიყავთ ეს სპეციალურ საკომედიო ორგანოში, არაზროს იქით რაიმე ნორმალურად დამთავრებული იყოს ჩვენ არ გვახსოვს. და ესეთ ქვეყანაში ვარსებოდა, ესეთ ქვეყანაში ცხოვრობთო. ამიტომ ამაზე კარგად არის დასაფიქრებელი, რა არის ის საზოგადოება, სადაც განცდა გაქვს, რომ ვიღაცებთან მიმართებაში ძალადობა სხვა ზეგმაზებს თუ ნახავ, აღარანაირი გრძნობა აღარ არსებობს. თითქოს ეს წესად გახდა ქცეული. დიდი პრობლემაა ადამიანზე ძალადობა, ასევე ცალკეულად რო შევაფასოთ, როგორც ჟურნალისტზე და სიტყვის თავისუფლების ძალადობა და ცალკეულად კიდე ყველა ადამიანს მინდა უთხრა, რომ ხალხს რომელსაც ტელევიზორში ხედავენ ჟურნალისტების სახის ხშირად წარმოგვიდგენია, რომ მათ ძალიან დახენილი ცხოვრება აქვს, კარგი ცხოვრება აქვს და სამდროში არ გვესის, რომ ეს ადამიანები მინიმალური ანაზღაურებით ცხოვრები ძალიან დაბალი ხარისხით, ინაწეში რა არ არის ეს პროფესია ესე, რასთან ცხოვრება უწევთ ხოლმე, შენ რო კაცს რო ნახულობ, იმ ოპერატორს თავის თავზე გადატანა უწევს, იმ ჟურნალისტს თავის თავზე გადატანა უწევს, შენ თუ შეიძლება ერთი კონკრეტული ნიუსია დაასკროლავ და მისთვის იქ მთელი ცხოვრება არის. ამიტომ განსაკუთრებული სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომლის პროფესიის შემადგენელ ნაწილად გადაიქცა ის, რომ მასზე შეიძლება იძალადონ და თითქოს არაფერი. პროფესია, რომელსაც პრესა რო აწერია, ომშიც კი ერიდება მტერი, ამ შემთხვევაში შენს ქვეყანაშიერიდებიან კი არა, განსაკუთრებული აგრესია არის ხოლმე, გონია ხოლმე რა შტატივი, აი შუქი, კამერის შუქზე, ეს რაღაც ქართულ ოცნების წარმომადგენლებს ემართათ რაღაც სასწაული რაღაც. აი მათთვის ამაზე მეტი გამაღიზიანებელი არაფერი არ არის და კიდე მადლობა რომ ამადებს ვიხოთ ის რომ ამხელა რიცხვი შეიცავს ეს საქმიანობა და ესე დაუფასებელია რომ მაინც ამ საქმეს აკეთებენ. რომ ხედავდეთ მაინც რეალობას. კი ბატონო, ირაკლი, თქვენ რას გვეტყვით? ხო, მე უშმინდა ვთქვა რომ ახლა არც სოლიდარობას უკვე მე რამდენჯერ ვაცხადებ, მაგრამ მართლა აქტუალებული უნდა იყოს ყველა ქართველი იმით თუ რასაც აკეთებს თქვენი გუნდი, ოპერატორების, მათ შორის ჟურნალისტების, ნებისმიერ მთელი გუნდის შემადგენლობით, იმიტომ რომ ტელევიზიის გუნდი, იმიტომ რომ მართლა სულ ფრონტის წინახაზე ხარ და ბოლო თავდასხმები რაც გვახსენდება ახლა ბრუტალური ყველაზე და ძალადობრივი, მათ შორის თქვენ ჟურნალისტებზე განხორციელდა და მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ჟურნალისტები ისევ ფრონტის ხაზზე გადიან მეორე დღეს. მართლა არის აქტუალების ღირსი და ამ ბრძოლაში გამარჯვების მერე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული წვლილი ექნება თქვენ გუნდს შეტანილი და ამიტომ გარდა სოლიდარობის ეს აქტუალების და ეს სიტყვები აუცილებლად უნდა იყოს ყველას მიერ ნათქვამი ჩემი აზრით და მარიამის მიმართაც და მარიამს სოლიდარობას უცხადებ, რომელსაც წლებია ესე ვიცნობ და მეგობრობ ხო ამ ბრძოლაში. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, აი ქალთმოძულე რეჟიმი არის, აი მართლა პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებულად სულთ ქალები ხარ, რატო ამის ფსიქოლოგიაში მე ვერ შევალ ხა, მაგრამ რა პოლიტიკურად შემილია განმარტო, რატო არის ეს ჩემი დასკვნა, ხო? ამ ადამიანების მიერ ბოლო თვეების ჯერ მარტო ნუ გვახსოვს თავიდან რა უხდეს თავისივე წევრებს ხო აი ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეებით ხო და ეხა უკვე საერთოდ რას დაგვაქვს საქმე გუშინ დახვდნენ მაგალითად თაიაც ეყოვას აქტივის და ეს არ არის პირველ შემთხვევაში როცა ქალ აქტივის დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ძალადობრივი ჯგუფი დახვდა და გაუსწორდა ფიზიკურად არც იმ ქვეყანაში რომელსაც ქართველი მე აბსოლუტურად მე კი არა ყავს ყველა ქართველი მამაკაცი ვართ აბსოლუტურად განსხვავებული იდეალებით გაზრდილი ხო აი მართლა განსაკუთრებული ქვეყანა იყო ქალთან დამოკიდებულების ხრივ ჩვენი ქვეყანა რეგიონშიც მათ შორის იმიტომ რომ ხა წმინდა ნინო თამარ მეფე აი ამაზე ვიждებოდით რომ ჩვენი ყველაზე დიდი ისტორიის ფიგურები იყვნენ ქალბატონები რომ აი დედა ენა რაღაც დედა ბოძი და ამ თლიან ანუ მენტალობაში ვიждებოდით სადაც ქალთან დაკავშირებით აი შეიძლება ითქვას რომ იყო რაღაც თაყვანისცემის ობიექტიც ხო გამორჩეულად ქართველი მამაკაცებისთვის და ეხა ის იმას ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ ქართულ სახელმწიფოში არა იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში ამ ქართულ სახელმწიფოში ჟურნალისტის ქალის მიერ გაწნილი სილა გახდებოდა წლობით ციხეში გამოკეტვის საბაბი და ქალის გამეტება სიკვდილისთვის ტელეკამერების თვალწინ რაც მაკაჩიხალძესთან ვიხილეთ და რასაც ეხა მარია მაკასარაშვილთანაც ხედავ და სხვა შემთხვევაშიც ვიხილეთ თურმე იქნებოდა არ ვიცი შექების ობიექტი იგივე ამ ბანდის მომხრეების მიერ ხო არ ვიცი შეაქებენ ალბათ სხვა პროპაგანდისტული საშუალებების აი ამ კომენტარებში ვინც წერს ხოლმე ხალხი ხო ვინც პარტაქტივი არის მათი და მათი იდეოლოგიის მიერ ვინც არის ეს მართლა დაზომბებული ეს ხალხი ალბათ შეაქებს რომ აი კი ბატონო მოსახვედრი იყო და ასე შემდეგ მართლა ესეც საზოგადოებაში სამწუხაროდ გვიწევს ცხოვრება და ეს
ქალთმოძულე რეჟიმი, ახლა არ საბჭოთა კავშირს მახსენებს მხოლოდ და მხოლოდ, სადაც ნაზი შამანურს რა უხსნეს გვახსოვს და სადაც გვახსოვს 9 აპრილს სკოლის მოსწავლე ქალბატონებს და გოგონებს და მათ შორის მათზე მოზრდილ ქალბატონებსაც რა უხსნეს, ხო? ანუ დაჩეხეს და მოკლეს დემონსტრაციის დარბევის დროს. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე ქალთმოძულე ანტიქართულ რეჟიმთან. არანაირი ლოგიკით ახლა აღარ დავუწყებ სხვა მიმართულებებით რელიგიაზე და ასე შემოსაუბარს, მაგრამ ამ მიმართულებითაც არის ანტიქართული რეჟიმი და ქართულ ღირებულებებს და იდეალებს იცავენ კი არა, ისტორიაში შევლენ როგორ უნდა მოექცე ქალს, როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, როგორ უნდა იქცეოდეს ქალბატონების მიმართ. კი ბატონო, გასაგებია. სხვათა შორის ერთად დავამატებ, იცი მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ რომ ეს ხალხი საითკენ მიგვაქანებს, რომ ახლა რომ მოიტყუეს, რომ ღირსებით ევროპისკენ. სინამდვილეში ჩვენ ევროპა ერთ-ერთი გამოხატულება რატო იყო და რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ერთი გავსხვავდებოდით, ხო? და მით უმეტეს რამდენიმე კილომეტრით მოშორებით გარე ყოფი ქვეყნებისგან ამ მეზობლებს მხოლოდ არ გულისხმობ, რომ ჩვენთან აი ეს დასავლური სამყაროსთვის დამახასიათებელი მიდგომები იყო ქალთა უფლებების მიმართ. 1918-20 წლებში პირველი რესპუბლიკის დროს ქალებს ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რაც არ ჰქონდათ მამ დროს მოწინავე ევროპულ ქვეყნებს და ამიტომაც არის რომ მართლა აი ამ ავტორიტარული სამყაროს ქვეყნებისკენ მიგვაქანებენ და აზიური ტიპის დიქტატურისკენ მიგვაქანებენ ოცნების წევრები. კი ბატონო და წავიკითხავ საიამ გავრცელა განცხადება. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქვემო ქართლის სახელმწიფოს ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამა სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანიის ჟურნალისტ მაკას არაშვილს, გაიტაცა ტელევიზორის კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა, ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას, ისედაც გაუარესებულ მედია გარემოში საიარქმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტური რეაგირებაო, წერს სწორედ საია. და ცოტნე შენ მინდა გკითხო, პრინციპში ეს ამბავი, რასაც მოყვა, ეხებოდა სწორედ შინჯიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას და არ ვიცი, შინჯიკაშვილი ხარებას დრამას ფაქტობრივად ბოლო, რა ვიცი, მე მგონი ნახევარი წელია ყველა ვადევნებთ თვალს. ნოდარ მელაძის შაბათს არაერთი რეპორტაჟი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ამ დაპირისპირების ნაწილი იყო, ყველამ კარგად ვიცით, ხარებას ესეთი ხშირი ვიზიტი მოტეხილობებით სამედიცინო კლინიკაში. ხო, აი, რას უნდა ნიშნავდეს თუნდაც ეს გადაწყვეტილება, რაღაცნაირად ჩანს, რომ აი შიგნიდან აქვთ უკვე იმ ხელა პრობლემები, რომ იძულებულია მაგალითად შინჯიკაშვილი რომ თანამდებობიდან წავიდეს, აი ხარებასთან დაპირისპირების გამო, თუ აი რას გვაჩვენებს ეს აი იმ პროცესისთვის, რაშიც ვიმყოფებით? ზოგადად არასდროს ხელისუფლებაში ყოფილ პარტიიდან რომ მიდიან ხოლმე, პარტიიდან რა ხელისუფლების რაღაცა შტოდან მაინც არასდროს იმ განცხადების არავის არ გჯერა, რა განცხადებებიც იქ არსებობს. ოპოზიციიდან წასulis კიდე დაიჯერება, მაგრამ ხელისუფლებიდან წასulis არასდროს არ გონია, რომ თავის სინებით ვინმე ძალაუფლებას ტოვებდეს. ეგეთ რამე არის ჩემთვის წარმოუდგენელი და მე მგონი ბოლომდე სიმართლეს არც ერთი მხარე არ ამბობს. როგორც ახლა რა ვიცი, ნებისმიერ როგორც არც ღარიბაშვილის წასვლა, არც უსის უფროსის წასვლა, არასდროს ეს არ ხდება, რომ ვიღვიძე და მე ჩემს მეგობრებს უთმობ და მივდივარ. ეგ სინამდვილეში მაგის არ გჯერა. იმის იქეთ ახლა ქართულოცნების შლის პროდუქტია ეს თუ შიდა დაპირისპირების, რომელიც პირიქით მონოლითურობისკენ წაიყვანს და ერთი რაღაც კონკრეტული ხაზი შეიძლება დაიჭიროს, კაცმა არ იცის. ზოგადად მე მგონია ხოლმე რომ მეტად აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რომ ის კარზე რამოდენიმე კონკურენტი არსებობდეს ხოლმე ერთი და იგივე შინაარსისთვის და ჟანრისთვის და კონკურენცია მაღალ ხარისხს დიქტატურაშიც მანდა ჭექმნის შიგნით თუ მოაწყოს. მაგრამ ნუ მაინც არ ვიქნები ხა ოპტიმისტი და არ ვიტყვი რომ ჩვენ რო გარედან ვარყევ შინჯიკაშვილი და ის მან რაღაცა სხვა ცვლადები იქნება ძალაუფლების განაწილების, რესურსების, ფულის, იმის ამის და ვიღაცა რაღაც ეტაპზე იგებს, გამარჯვებული ხდება და ესე ფორმდება. ჩვენ ნახეთ ეს ჩემი აზრით კობახიძესა და ღარიბაშვილის შორის და კობახიძე დაწინაურდა ბიძინა ივანიშვილის კარზე და ეგეთი გადალაგებები ხდება. ამის მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მარტივად თავი არ დავიმშვიდოთ, რომ ეხლა როგორც ვართ, კარგი ხდება, იმიტომ რომ ეს რაც შინჯიკაშვილთან მიმართებაში მოხდა. სერიოზულად გვაქვს საფიქრალი როგორ პოულობთ გამოსავალს ამ არსებულ ვითარებაში, როგორ ვაფასებ ჯერ არსებული ვითარება როგორც არის, როგორც უნდა მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად რა გულწრფელობის ხარისხი ხლა საჭირო სწრაფად პოლიტიკური პარტიებისგან რას და როგორ
აპირებენ, რა განწყობილება იქნება მიღებული თუ ფართობის არჩევნებთან დაკავშირებით და ახლა ამ წამს ვემზადებით კიდევ უფრო მეტად აქტიური ქუჩის აქციებისთვის რეალურად თუ ეს მართლა ერთ-ერთი შანსი გგონია თუ რაღაცნაირად შეიძლება უკანაკარით მიდიოდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ესე ვფიქრობდეთ თუ მაგას ჯობია რომ ბარემ გულწრფელად თქვა და იქაც რაღაცა იქნება პოლიტპატიმრების თემა წამოწიო, იქნება რაღაც მოიყო, იქნება მაგის ან მოგების შანსი იყოს თუ მაგას ხედავს და მე მგონია ახლა შუაში გაჭედილი ყოფნა რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ამ ურთულ სიტუაციაში და დრო იწელებოდეს ეს არ მგონია სწორი მე ჩემი კაფე ოპოზიცია დავაფიქსირე არჩევნთა მიმართებაში რომ მე იქ მიხვდეთ მე სხვა მიიღებს თუ არა მასზე დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება და ამიტომ ახლა საინტერესოა პოლიტიკური სპექტრი ამ ნაბიჯი კაფეო როდის როგორ რა ფორმით იქნება და მაგის მიღმა მე რა წარმოგვიდგენია ჩვენ ახლა და ამ წამს მოგებად და მოგების ფორმულად ამაზე ახლა მეტად საფიქრად ეგრე ამას თუ ხდება რომ დაუჭამიათ იქ ერთმანეთს და გაულახიათ და რა ვიცი დაუტოვებიათ თანამდებობები მაგაზე გული არავის არ დაწყდეს უბრალოდ ოპტიმიზმის საფუძველს ეს მე არ მაცილებს. კი ბატონო, ირაკლი, თქვენ რას ფიქრობთ? მაშინ მოდი ეს კაფეობის ნაწილი გავაგრძელოთ. ცოტნე მკითხვა, მე თქვიო კაფეო ცოტა რაღაც ისეთი ფორმაში არჩიეთ ან ამ კაფეობის არ ამგონია ცოტა. ვერ მოვიფიქრე უფრო კაფე. კი ბატონო, გასაგებია ირაკლი, თქვენ რას ფიქრობთ? თქვენც გაქვთ ეს განცდა, როგორც ცოტნე ამბობდა, რომ რაღაცნაირად არ ვიცი, გაჭედილი თუ რაღაცა დაპაუზებული თუ რაღაცნაირად არის ახლა ეს პროცესი, რომელსაც რაღაც მიმართულება სჭირდება, რომ ან მართლა სრულად ბოიკოტს უცხადებ ყველანაირ არჩევნებს და ქუჩაში იბრძვი ბოლომდე და შენც რაღაცა ვაბანკზე მიდიხარ, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი, თუ რაღაცა მეორე სცენარი თუა და თუ აპირებ რაღაცა არჩევნებში ხედავ და ისევ ვცდილობ რომ ამ გზით შესაძლოა რაღაცა გამოგლიჯო მაინც ივანიშვილს რომ ამაზე გულწრფელად ესაუბრო საზოგადოებას. ხო, არ ვიცი, პოლიტიკური სპექტრის რაღაც ნაწილი შეიძლება ახალი განხოცებული იყოს ვიღაცები, მაგრამ კარგად, მაგრამ მათ ასევე კარგად უნდა ესმოდეთ, როგორც ჩვენ გვესმის კარგად ივანიშვილის ბუნება, ხო? და მისი გუნდის ბუნება. კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანთან რაღაცა კონსტრუქციულ დიალოგს და ეხლა რაღაცა ჭკვიანურ და ეშმაკურ თამაშს შესვლას აზრი არ აქვს, ხო? ეშმაკთან ხელშეკრულების დადება ზუსტად, ხო? როგორც რუსეთზე იძახდნენ, რომ მეგონი კენანის ფრაზა არის ამერიკელი დიპლომატის, რომ იმიტომ დებს ხელშეკრულებებს, რომ შემდგომში დაარღვიოსო, ისე არის ივანიშვილი და კარგად ვიცით, ეხლა აღარ მოვიყვან მაგალითებს, ყველა მიცის ისედაც და აზრი არ აქვს ამ ადამიანთან, როცა ვაბანგზეა წასული და დიქტატურას ამყარებს, რაღაც კონსტრუქციულ თამაშს, ხო? ეს არის უბრალოდ სისუსტის გამოვლინება და სისტემური ოპოზიციად ქცევის სურვილი, იმიტომ რომ სისტემური ოპოზიცია არსებობს მაგალითად პუტინის რუსეთშიც. ანუ არიან დიქტატურულ რეჟიმში ოპოზიციონერები, რომლებიც რაღაცებს აფასებენ, თითქოს და კრიტიკულად აფასებენ, მაგრამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და გარკვეულ დემოკრატიულ კამუფლაჟს ცდილობენ რომ შეუქმნან რეჟიმებს. ამიტომ ახლა რამე ახალი კი არ მოხდება საქართველოში. შეიძლება ვიხილოთ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უბრალოდ ივანიშვილის ოპოზიცია იქნებიან და ეს სტატუსი ექნება და არც ექნება სურვილი, ხო, ივანიშვილი რას იძახის, კობახიძე რას იძახის, რომ ფეხი არ დაგისდეთ, რომ რას ნიშნავს, რომ არ გამოვიდეთ ქუჩაში, არ გადავკეტოთ, არ მოვითხოვოთ მათი წასვლა, არ ვიბრძოლოთ ქუჩებში, მათ შორის საქართველოს გათავისუფლებისთვის, არ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, როცა სპეცოპერაციას ჩაგიტარებენ არჩევნების მაგივრად. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ახლა რეალური ოპოზიცია ვართ, ვიბრძვით და ახლა კომფორტის ზონას ვერ შეიქმნი ამ დროს, ხო? როცა ვამოთმოთ დიქტატურა და რასოთ ორგანიზაციებს აუქმებენ და ოპოზიციურ პარტიებს აუქმებენ და თავისუფალ მედიას აუქმებენ და აღარ დღისით ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან ქუჩაში, ახლა ამ დროს ახლა თუ ხარ მზად რომ ებრძოლო რეჟიმს, მაშინ უნდა ებრძოლო და მაშინ პარლამენტშიც რო არ შეხვედი სწორი იყო და შემდგომში არჩეული გეზით სწორია და საერთაშორისო მუშაობა სანქციებაზეც სწორია, მაგრამ ახლა თუ ამის თავი არ გაქვს და შენ არ ვიცი ახლა კომფორტის ზონიდან ვერ გამოხვა, მაშინ ვერც დიქტატურასთან ვებრძოლად, ვერ ჩამოყალიბდები. და ძალიან მარტივი ახლა მაგალითები არსებობს, ხო, ახლა მერაბ კოსტავაძე და ზვიად გამსახურდიაზე იმიტომ გამოვხმობ ამას, რომ ახლა ადამიანებს შეეძლოთ ყველაზე მაგალი სოციალური სტატუსი ქონდა და ყველაზე მაგრად შეიძლება დაალაგებულიყვნენ კომუნისტებთან და შეიძლება რაღაც კრიტიკული რაღაცები ეთქვათ კიდევაც, მაგრამ თუ კომუნისტებს დაყვებოდნენ, მათ ბედს ძაღლი არ დახებდა ესე მატერიალურად და ასე შემდგომ, მაგრამ იმ ხალხმა გადაწყვიტა დისიდენტობა და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რაც თავისთავად მოიცავს რისკს. ეხლა თქვენი ჟურნალისტებიც არ იქნებოდნენ ესე რისკის ქვეშ, რომ რაღაცა ერიდებოდნენ სიუჟეტების კეთებას, ესე ვამბობ, ხო, მაგალითად, ხო, და კორუფციის ფხილებას და ამ სქემების გაშიფრვას, ხო? არ იქნებოდნენ ამ რისკის ქვეშ, მაგრამ არიან, იმიტომ რომ ამაზე მიდიან და ოპოზიციონერებს უნდა დაფიქრდეს, ახლა თუ არ აქვს თავი რომ ბიზნეს ებრძოლოს და რუსეთს ებრძოლოს ქვეყანაში და დიქტატურას ებრძოლოს და ზონდერებს ებრძოლოს, დარჩეს სახში, მაშინ რა სახში რაც უნდა იზუკეთებიო. ერთ რამეს დავამატებ და მე მას არ გამოვიცხრო, რომ შეიძლება ვინმესთვის არჩევნები იყოს ბრძოლისთვის და ამის ჯეროდეს. უბრალოდ მან უნდა იმუშაო მაგ საკითხზე, რომ აი ერთი ციკლი არ მიყვარს ხოლმე, რაც ოპოზიციას სულ გვახასიათებს თავის ფაზებივით რა.
არჩევნების მერე სულ უძახთ, არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებს ადამიანს თუ ნერგავ რომ აზრი არ აქვს, არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებს. მოდის მე არჩევნ და დარჩენილი 2 თვეში ამბობ რომ არჩევნებს აზრი აქვს, არჩევნებს აზრი აქვს. შეუძლებელია ჩვენ იმდენი თუ ვიქნებით რომ გადავხებთ და შეუძლებელია გაგვიყვოს, შეუძლია მოვა 8 საათი თუ დაიკეტება უბნები, გავა 3 საათი და მე ისევ იგივე ციკლი წავ რომ არ აქვს და სინამდვილეში არც იმ ხალხს რომელსაც შეიძლება მზად იყოს არჩევნებზე მაქსიმალურად ჩაერთოს იმასთანაც ვერ ახდე რომ გაუჩინო რამის იმედი არც მაგის იმედი არ აქვს და მე პირიქით თუ ძალით უჩენ იმ იმედს რომ ამას აზრებ და თვითონ ფუსტრებას ვიწყებთ და ამიტომ თუ ან მოქალაქესთან მიმართებაში ეგრე უნდა იმუშაო ან არც იქინე და არც აქანე ჩემი აზრით არ გამოვა ერთად დავამატოთ ამ მოკლედ იმიტომ რომ სისტემის რგოლზე როცა საუბრობთ ეს გასაგებია შეიძლება ცოდნე რასაც ამოწდა მეც არ მომწონს ხოლმე რომ რაღაცა რეჟიმი ყანყალებს ინგრევას უცხალფავს როცა ვამბობ და ამას მე თვეების მანძილზე ისევ ეს რეჟიმი ყავს ეხლა ეს მეც არ მომწონს და არ ვიძახი ხოლმე ამას მაგრამ როცა საქმე გვაქვს აშკარად შიდა კლანური ბრძოლების სხვა ფაზასთან და არასოდეს ესეთ ხილული ეს ბრძოლები არ ყოფილა და არასოდეს ესე არ იჭრიტებოდა ივანიშვილის ვერტიკალი ეხლა აქ ასევე უნდა ვთქვათ ასევე რომ ეს არის მათ შორის სანქციების პოლიტიკის დამსახურებაც იმ სოციალური იზოლაციის და იმ სოციალური წნეხის დამსახურებაც რომელიც რეალურად აქვს ხოცებს საქართველოში იმ პროტესტის დამსახურებაც რომელიც საქართველოში რეალურად არის და ეს შეუძლებელია კარგი იყოს ყველა რეჟიმის თვის არის დესტრუქციული და ცუდი ან შიდა კუთხით ვიძახი, როდესაც მიმდინარეობს ეს შიდა კლანური ბრძოლები ესეთ გააფთრებული და როდესაც უფრო და უფრო იშრიტება კადრებისგან რეჟიმი. ეს კარგი არის ჩვენთვის და ცუდი მათთვის. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან სტუმრად. ეხლა გვაქვს რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.